ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ინტერესს თამარ ტალიაშვილი დაიცავს. ელჩად მის დანიშვნაზე აგრემანი ანუ სახელმწიფო თანხმობა უკვე გაცემულია. წლების განმავლობაში ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი მუშაობას ახლა ვაშინგტონში გააგრძელებს. თამარ ტალიაშვილის მთავარი გამოწვევა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გაჯანსაღება იქნება. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ამ გამოწვევას ახალი ელჩი თავს წარმატებით გაართვევს. ჩვენ 4 ივნისს მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს დროში ელჩი ჩავიდეს ვაშინგტონში. ჩვენს მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი იყო მათთვის მისაღები და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი თვალით, ახალი ფურცლით. ტრამპის მიერ გაცემულმა აგრემანმა ქართული ოპოზიცია გააწმილა. ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ახალი ელჩის დანიშვნა ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოიტანს. თუმცა ოპოზიციონერებს შორის არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამერიკაში ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც სახელმწიფოსთან ჩვენს პარტნიორებს გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა და კიდევ კარგი რომ ეს ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ მოძალადე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან საუბარი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ძლიერი პარტნიორების მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. სხვანაირად ორპარტიული პოზიცია, როგორც რესპუბლიკური ისე დემოკრატიული პარტია მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ამ ვითარებაში ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგენთ მიგვაჩნია რაიმე ტიპის არსებით გადატვირთვაზე ხონდეს საუბარი. არც მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი იყო ძალიან კაფიო სანქციების საგანი, არც მაშინ არ განხილვა არასოდეს რეჟიმის ელჩისთვის აგრემანიც არ მიცემა, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მართველი გუნდი ტალიაშვილის ელჩად დანიშვნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის დასაწყისად განიხილავს. მთავარ აქცენტს მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე აკეთებენ. განმარტავენ, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მთავარი ორმხრივი ნაბიჯებია. მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. თავარია თუკი ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. და თუკი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო, ერთ-ერთი მათ შორის თამარ ტალიაშვილია, არც უგზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გასცემით საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი, რაც უნდა ამაზე სიტყვები გითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავიწყებთ იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მივესალმით ქალბატონ თამარის კანდიდატურას. მას აქვს ყველა ის უნარი და ჩვევა და ცოდნა, რაც აუცილებელია პროფესიონალი დიპლომატისთვის, მათ შორის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების სიღრმისეული ცოდნა. ის რომ ჩვენ ახალი ელჩი გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია ეს არ არის ცალკე განყენებული პროცესი, ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი, რასაც ქვია ჩვენი ურთიერთობის ცდელობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთვათ. თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში ყოფილი დეპუტატი ხატია წილოსანი შეცვლის. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უკვე წარუდგინა.